მოგესალმებით. დღეს აგიხსნით თუ როგორ გავაკეთე $654 ლონდონის სესიაზე. რისკი ჩვეულებრივად დაცული იყო $250 მქონდა რისკზე. საშუალო რისკის ვლივერტი გამოვიდა 2.64 და ეს გავხსენით დღისით, ვინც არის ეს საათი არის CDU, სადაც ყველაფერს ჟურნალები და ყველანაირ სტატისტიკას ვინახავ. თქვენს გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ჟურნალი ტრეიდინგში, იმიტომ რომ მაგის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში პროფიტულობა არის სრული სისულელე თუ შენი დეიტა და სტატისტიკა არიცი. მოდი ახლა გადავიდეთ ტრეიდზე, რაც გავხსენით. მოკლედ, მარკეტზე შემოვედი თუ არა, დავინახე, რომ რა თქმა უნდა, მარკეტი bullish order flow-ში არის. ძალიან ლამაზი ტარგეტები გვაქვს აქ, NASDAQ-ზე ვარ შემოსული. ულამაზეს ტარგეტები გვაქვს ეს equal low სახით, buy sell liquidity მონიშნოთ. და მაღალ time frame-ზე ისე მარტივად ვარ ვიყავით აი 4 საათიან fair value gap-ში. საიდანაც ასევე სოლგები და breaker block-იც გვაქვს, მაგას ყოველდღე აღარს მიმიქცევია. როდესაც ჩამოვედით აი ამ fair value gap-ში, ეს entry გავმაზე, აი აქ zero bullet-ის entry რაც იყო 3 საათზე, აქედან გაკეთეთ 80-იანი fair value gap-ი და აქ ჩამოვიდა ფასი და ეს entry გავმაზე მაგდროს არ უყურებდი მარკეტს, მაგრამ ეგეთ აი აქედანაც ლონგი ძალიან კარგი იყო. Tartles ლონგი იყო გვქონდა აქ პირველი დისტრიბუცია, მე რაც ტრეიდი იყო რედისტრიბუცია და მარტივი low hanging fruit target-ი იყო ეს ჩემი buy sell liquidity. მარკეტზე აი ამ დროს შემოვედი. გვაქვს ეს inversion-ი და გვაქვს ეს bullish ველგების. ამაში ველდებოდი ეს retracement-ს. ეს inversion-ი დავიკიდოთ, ძალიან პრემიუმში არის, არ გვჭირდება. მოვნიშნოთ ამბრად. და ახლა რა ხდება? ახლა ველოდები, რომ მარკეტზე ასევე internal manipulation-სთან ერთად ფასი ჩამოვიდეს range-ის discount-ში. გვაქვს აქ dealing range-ი, სადაც sell side-ი ავიღეთ. და ხანი მოისვენოს ჩემო ტელეფონმა. dealing range-ი მეც retracement-ი როდის აიწყო? აქედან დაიწყო retracement-ი. ეს dealing range-ი გვაქვს, ველოდები, რომ ფასი discount ჩამოვიდეს და ასევე ამ PDR-ი შეეხოს, internal manipulation მჭირდება. და როგორც კი discount-ი ჩამოვიდა, პირველი entry მქონდა აი აქ. ცოტა კონტრაქტი ყავი შესული, stop loss-ი მქონდა, მე მგონი აი ამ low-ზე, როგორც მახსოვს. შემდეგ გაგზელა ფასმა სიარული. აი აქ კიდევ ერთი კონტრაქტი დავამატე, შემდეგ stop-ი ავწია აი აქ. და როგორც კი ფასი ჩემხარეს წავიდა, აი ამ სანთელზე უკვე, აი ამ სანთელზე, აი აქაც მქონდა დამატებული კონტრაქტები, ანუ 3 დამატება მქონდა რა, თავიდან 2 კონტრაქტი შევედი, მე აქ კიდე 2 და აქ 4 დავამატე, საშუალო entry სადაც აქ გამომივიდა. სადაც აქ იყო. Stop loss შემდეგ გამოვწიე, ანუ რისკი ისევ იგივენაირად მქონდა, არაფერი არ შეცვლილა. მთავარი ტარგეტი იყო ეს და partially ავიღე ამ equal high-ზე. შემდეგ ფასი წავიდა ჩემ მხარეს, აქ მოხსენი 6 კონტრაქტი და საბოლოო ტარგეტამდე 2 კონტრაქტი დავტოვებ. რანერი არ დამიტოვებია, იმიტომ რომ ეს დიდი ტარგეტი იყო და მაგ ხელა ბოლომი თუ ექნებოდა ფასი რა აქამდე ასულიყო, არ მეგონა და არც მქონდა ის სიმართლე გიხათ საჭიროება 2% ნახევარი გავაკეთე თითქმის მაგ ტრეიდში. ახლა key takeaways. ანუ რა არის აქედან წასაღები მნიშვნელოვანი ინფორმაცია რა. რა თქმა უნდა რომ მაღალ time frame PDR-დან გადმოვიდით, საშუალო time frame-ზე ასე ვთქვათ და აქედან გავხსენი კიდევ ტრეიდი, როცა ფასი discount ჩამოვიდა. ასევე equal high-ები, equal low-ები, ეგენიც ასევე აღსანიშნავი არის. გადავიდე lower time frame-ზე. აი აქ ჩვენი low resistance liquidity გვაქვს, ამ equal high სახით. ასევე ეს buy sell liquidity გვაქვს, ჩვენი ტარგეტი. ეს არის რაც არის low hanging fruit target-ები. Target-ები. იმენა bread and butter-ი არის. აი ეს ტერმინოლოგიას ვიყენებ აქ, ანუ მარტივად მიღწევადი target-ები არის. ეს ტრეიდი იყო ძალიან მარტივი redistribution-ის entry მოდელი. აქ ქონდა low risk buy, პირველი დისტრიბუცია და redistribution-ს შევედით. Redistribution, ვინც არის აქვე აგიხსნით, ხდება range-ის discount-ის ოდნავ ზემოთ. აი აქ სადღაც ამ შემთხვევაში აქ მოუწია, სადღაც უფრო აქაც ხდება ხოლმე. და საბოლოო ტარგეტი იყო ეს ჩვენი ორიგინალური კონსოლიდაციები, ეს იყო ჩემი ტარგეტები, ეს equal high რო აკეთდა, კიდე ჩემი დიდი პლუსი იყო, რომ ეს აი არ ავიღეთ, რომ ჩამოვიდა retracement-ი რო ქონდა. მაგიტომაც ვიყავით ლეჯერებული, ესე აგრესიული დრო შევედი თავიდანვე ტრეიდში, მე აქ რო დავამატე და აქაც დავამატე, იმიტომ რომ უკვე entry მოდელი მქონდა და დადასტურებული იყო ეგ მოძრაობა. და hard time frame-ზე რო გადავიდეთ, მარკეტს ძლიერი მიზეზი ქონდა ზემოწესვლის. არა მარტო იქნება გამომდინარე, რომ ვართ bullish order flow-ში და ფასი ჩამოსულია weekly gap-ში, weekly gap-ის discount-ში, თუ დააკვირდებით, ფლატ discount-ში არ ვარ ჩამოსული, მაგრამ მარტო პადიდან რო გავზამოთ, წესით იქნება discount-ში კი.
არც დავკვირვებია რომ მაგას, მაგრამ ანუ ნუ ჩამოსული ვართ აგერ daily breaker-ში ვართ და აქედან პოტენციურად უკვე როდესაც order flow შეიცვლება, ნებისმიერ დროს როდესაც შეგიძლია დაელოდო order flow-ს შეცვლას 1 საათიანზე, 4 საათიანზე, შეგიძლია უკვე ლონგების უყურო და იტრეიდო თავისუფლად და აი ესეც ძალიან მომეწონა, აი ეს ჰაიები ამ ჰაიმ რო ეს ვერ აიღო, failure swing-ი მოქცა და ეს ჰაიები ესეთ გასტაკული იმენა low resistance liquidity არის ის equal high ეგ ტარგეტი რომ მქონდა, მაგიტომაც ვიყავი ამდენად თავდაჯერებული, რომ აზიის low-ს გასვიპის შემდეგ ეს ჩვენი აზიის low, აზიის liquidity დაგენერებული იყო, სულ რომ ფას აზიის high არ მოიხსნა, იმიტომ რომ დიდი მოძრაობა ქონდა თავიდან აზიას აკეთებული. ეს ანუ აი არ ვიცი, ვინც იცით გეტყვით ეს რაღაცას რა, ანუ AM-ს როდესაც აქვს დიდი მოძრაობა აკეთებული ხოლმე, ლანჩი რასაც აკეთებს არის რომ AM-ის მთლიან liquidity-ს არ გულისხმობ, მაგრამ აი ამ liquidity-ს რაც AM-ზე არის დაგენერებული, იმის მხარეს მიდის ხოლმე რა. ეგეთი ტენდენცია აქვს. მსგავსად შეგვიძლია აქაც გამოგვიყენებინა ეგ მიდგომა ლონდონზე, გამომდინარე იქნა რომ აზიის liquidity საერთოდ არ იყო აღებული, პირდაპირ ჩამოსული იყო ფასი, აზიის low-ს აღების შემდეგ ასევე 4 საათიანი PDR-ი დაემთხვა, მაგიდან რომ order flow შეიცვალა 15 წუთიანზეც, ეგ შანსი გამოვიყენე მეც რომ redistribution მეტრეიდა აი ამ ტარგეტამდე. იმენა არ კამფეთი მარკეტი იყო, რაც მე აგვისტოში აქამდე მსგავსი კარგი მარკეტი არ მინახავს, რომ ყველანაირ სეტაპზე ანუ რამეს უჩვეულოს არ აკეთებს. რაც უნდა მარკეტს ააკეთებინა, ის გააკეთა, რაც მინდოდა რომ მოხდარიყო, ის მოხდა. ეს იყო აი თელ აგვისტოში იყო საუკეთესო. ვისაც აგვისტო ცუდი თუ გაქვთ ხალხო, არ გეწყინოთ, იმიტომ რომ ზოგადად აგვისტო ცნობილი არის და მეც ამაზე მაქვს ცველა ჩარტინგ სესიებში ესა ნალაპარაკები როს. ყველაზე დაბალ ვოლუმიანი თვე არის ერთ-ერთი თელ წელს ICT 2003 წლის mentorship-შიც ბევრი აქვს ნალაპარაკები და ხშირად ვამბობდი ამას მეც. არ გეწყინოთ, მაგრამ სექტემბრიდან, ოქტომბრიდან უკვე მე გვპირდებით, რომ კარგი მარკეტი დაიწყება. შეგიძლიათ ჩემი სახელი და გვარი ნახოთ ჩარტერბიზე და მომადგეთ მერე გარსზე. მოკლედ, ვისაც ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერთ არხი, დაალაიქეთ, 10,000-ი ავედით. mentorship-ს როგორც დაკვირდით, დავიწყებ უეჭველი, ეხლა უბრალოდ დასალაგებელია რაღაცები. მალე მაგასაც განახებთ, ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ, აი ბომბა ვიდეო გელოდებათ, რაც უნდა დაიდოს. და როგორც ყოველთვის, მადლობა ხალხო ყურადღებისთვის. გულით მადლობა, მაგრად მიყვარხართ ჩემი community და წარმატებები და წარმატებულ ტრენინგს გესურვებთ.